მოგესალმებით გიბრუნდებით UFC ავსტრალიის პროგნოზებით, რომელიც გაიმართება შაბათ შუადღის 12 საათზე. 12-ზე დაიწყება პრელიმები, 3-ზე დაიწყება მეინი და რა კარგი დროსაც რო არ გავამახვილო ყურადღება არ შემილია, იმიტომ რომ -1 ღამის თევა და აი ყოველ ღამის თევაზე ვიტანჯები არ შემილია რა. ძილი მიყვარს თავის დროზე და ასე შემდეგ და ხო აღარ მოგიწევს ღამის თევა, მაგრამ ვინც მუშაობს და სამსახურში იქნებით, მაგათთვის ძალიან ცუდი არის. თან ბოლო UFC Apex-ის ხარდი იყო ძალიან მოსაბეზრებელი, იყო 11 დისიჟენი იყო, ნეტა დამეძინა მაგაც ღამის თევა ვინანე. და ხო, გაგიზიარებთ ჩემ ფიქებს. ბოლო ხარდზე მოვახერხე ფიქების ჩაწერა, გამოუჩანი ერიკ მაკონი, რომელიც იყო ძალიან დიდი ანდერდოგი და 3.55 ქონდა კოეფიციენტი, გამოუჩანი რაინ სპაუნი ასევე ანდერდოგი იყო და გამოუჩანი რაუნი ბარსელოსი, ზედიზედ 3 ანდერდოგი. ვეცდები ამ ხარდზეც გამოუჩნო ყველა ბრძოლა 3-დან 13-ვე მინდა რომ ოდესმა პერფექტ ფიქი გავაკეთო. თან ვარ ავსტრალიელების გლეიზერი და ვეცდები რომ ობიექტური ვიყო, იმიტომ რომ ყველა ავსტრალიელი მომწონს გარდა კაიკარა ფრანსისამ და ადესანის გარდა. ნუ ადესანი არ არის ავსტრალიელი, ხან ჩინელი, ხან ნიგერიელი და ხან ახალზელანდიელია, ხო? პრელიმებიდან ხსნი პირველივე ანდერდოგით და ვფიქრობ დუმარფანის გამარჯვებას კოდის სტილთან რა. დუმარფანი მოდის 8 თუ UFC-დან მოიგოს 3 ბრძოლა, კეიონ სეიონს გუნდელს მოუგო სანქს, რომელსაც 6 ბრძოლა აქვს ჩატარებული UFC-ში. ორჯერ მოდიოდა 8 თუ UFC-დან. ძალიან კაი მებრძოლია დუმარფანი, კიკბოქსერია, სუსტი დარტყმებია, კაი კლინჩი აქვს. შეუძლია გრეპლერებისგან თავი დაიცვას და მგონია რომ კოდის სტილის ჯიუ-ჯიტსუს რამეს მოახერხებს და თავის თავს დაიცავს რა. ხო, კოდის სტილი არის ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამარი, უნივერსალი არის, ფეხზეც კაი არის და პარტერშიც კაია, მაგრამ არ იყენებს სტილი არ იყენებს ხოლმე გრეპლინგის ბრძოლის დროს, ერთობა ხოლმე დგა დგომში ბრძოლობს ხოლმე და დგომში თუ ებრძოლა დუმარფანს, მგონია რომ გაიმარჯვებს რა. თან კოდის სტილი როგორი მებრძოლი არის, ბევრ დარტყმებს ჭამს, აი დოგფაითერი არის უფრო რა. დებიუტი ჩაატარა რონგსუსთან, დაუმარცხებელი იყო და დაკარგა ნულიანი. თან რონგსუსთანაც ფავორიტი იყო თუ არ ვცდები და რონგსუმ გადაუარა 3-ვე რაუნდი მოუგო პირველი, ახლა იყო მეორე და მესამე რაუნდით ცალსახად წამოიღო და ხო. ვფიქრობ ანდერდოგ დუმარფანს, თუმცა სარისკოა და შეიძლება ვცდებოდე თან თავის ქვეყანაში ბრძოლობს. შემდეგი ბრძოლა არის ჯონათან მიკალეფი და რიმბო. ჯონათან მიკალეფი ჩემი აზრით არის ოვერეითედი და არ იმსახურებს ისეთ დაფასებას, როგორიც არის. მომწონს მიკალეფი, არაფერი საპირისპირო არ მაქვს მის მიმართ, თუმცა როგორიც აი ძალიან ვაკნინებ მის სტრაიკინგს, აი ძალიან რაღაც არაპროგნოზირებადი სტრაიკინგი აქვს, აი დრიკუს დუპლესისნაირი გამოხტომები აქვს, ძალიან ცუდად შეუძლია დისტანციის დახურვა. ობან ელიოტმა მოუგო პირველი რაუნდი, ელიოტი ჯობნი და ჩაულებრივად, უბრალოდ იქ თავისი ჯანის ხარჯზე და თავისი გრეპლინგის ხარჯზე გადაიყვანა რაღაცა და დააძინა რერნეკი ჩოუკით და გორიბო არის ძალიან კარგი მოჭირავენ, უეხუმრებით, ბრაჰიჯამს გადაუარა. მეორე მესამე რაუნდში თეიქდაუნებისგან არ ამოასუნთქა რა. და ბრაჰიჯამი რა კარგი გრეპლერია, ალბათ UFC-ში შემიძლია თამამად თქვა, ველტერვეითში არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ჯიცერი. სორიანოსთან რა კარგი ომი გამართა ეხა, აი ძალიან კარგი გილიოტინების ოსტატია კონკრეტულად და ახლა ბრძოლა არის ვფიქავ მიკალეფს, მგონია რომ თავისი ჯანის ხარჯზე და რაღაც ეგეთი გამოხტომების ხარჯზე მგონია რომ ქულებს დაიწეს და მგონია რომ გაიმარჯვებს რა. თუმცა გორიმბოს საბმიშენზე დაჭერა რამდენად გამოვა არ ვიცი. თან ეს გორიმბო მშვენივრად მოდიოდა, მშვენიერ სტრიქზე იყო, სანამ ვისენტ ლუკუესთან დაიძინებდა ანაკონდა ჩოუკის დროს და ხო, სარისკო ბრძოლა არის გორიმბოსთან, ისა მიკალეფთან გორიმბოს მე არ ჩამოწერ, თუმცა ვფიქრობ მიკალეფის გამარჯვებას. შემდეგი ბრძოლა არის ბენ ჯონსონი და ვეს შულცი. როგორი მებრძოლია ბენ ჯონსონი? ზოგადად არის მუაი ტაის მებრძოლი, მსოფლიო ჩემპიონი არის თუ არ ვცდები. კი, რო გადახედავთ მის სტატისტიკას, ძირითადად საბმიშენები აქვს, რენეკი ჩოუკი 4 საბმიშენი აქვს. რაც იმაზე მეტყოლებს, რომ კარგი ზოგადად გრეპლერებთან კარგად შეუძლია თავდაცვა და დაზიანებულზე კარგად დასაბმითებს ხოლმე მებრძოლებს. კარგი არის დგომში, კარგად შეუძლია პარტერში თავის დაცვა. შულცი როგორი არის რა? ადრე 24-ში თუ 23-ში მიიღო უკვე ერთხელ შანსი მანსურ აბდულმალიქთან, რომელთანაც დაგრაუნდ ფაუნდერთან და წააგო TKO-ით. ზოგადად უჭირს ამ ვესშულს ძლიერ ჰიტერებთან ბრძოლა და ზოგადად გამძლეობა და ამტანობა დაბალ ლეველზე აქვს. გიგ ბოლო ბრძოლის მაგალითს მოგიყვანთ ბაბაიაგასთან, დამიან პინასთან გაითიშა, ნუ TKO-ით წააგო რა და კარგი გრეპლერია ძალიან ვესშულს, კოდეტერების სერიაზე ბანანა სპლიტით გაიმარჯვა და თუ გაუმკლავდა ბენ ჯონსონი ვესშულცის გრეპლინგს, დარწმუნებული ვარ რომ დგომში მოუგებს და დგომშივე შეძლებს დაფინიშებას, ან შეიძლება დისიჟენი წამოიღოს რა.
თავის ქვეყანაში და მგონია რომ გაიმარჯვებს, თუმცა სარისკო ფიქია ესეც, იმიტომ რომ შულცი არის ელიტარული გრეპლერი. შემდეგი ბრძოლა არის კიდევ ახლო ბრძოლა, რომელიც დიდი ხანი ვფიქრობდი ვინდა მე პიკა და ხო, გამომწერეთ Instagram-ზე, TikTok-ზე, შეიძლება რომელიმე ბრძოლაზე ბოლო წუთებზე ფიქები შევცვალო, იმიტომ რომ ეს კონკრეტულად 4 ბრძოლა არის ახლო რა. კოლბი თიქნესი ვინსე მორალესი. ეს ვინსე მორალესი უკვე ერთხელ იყო UFC-ში, თუმცა გააძევეს. 4 ბრძოლიანი კონტრაქტი მიცეს და უკვე 3-ჯერ წააგო და ეს არის მისი რომ ბოლო შანსი რომ შეიძლება მოგების შემთხვევაში მაინც არ დატოვო, ნუ გააჩნია მოგებასაც, მაგრამ მგონია რომ ყველაფერს ჩადებს და ეხა ბოლო სამწაგებაში ვინებთან წააგო რა. წააგო რაულ დროსასთან, ზაგარ გრეპლერთან. მესამე რაუნდში თუ მეორე რაუნდი იყო, აღარ მახსოვს, ან ისა დასზე დაიჭირა და იქ რაულ დროსასი სულ დღეში ჩააგდო რა. თან არ გამომართლა, იმიტომ რომ კარგი პროსპექტი შეხვდა რაულ დროსას სახით, ასევე პროსპექტ ელიაჩ სმითთან წააგო 29-20 ახლო ბრძოლა ჩაატარა სხვათა შორის და წააგო ლაპილუსთან. ლაპილუსი რატო გააძევეს UFC-თან ვერ ხვდები. ეხა PFL-ს იპყრობს და მგონია რომ მეორეჯერ უნდა მისცეს UFC-მ შანსი და ხო? არ გამომართლა თავისივე სამბრძოლაში და მეორე მხარეს არის კოლბი თიქნესი. ნუ ალბათ ბევრს გეცოდინებათ ალექსანდრე თოფურიასთან. ბრძოლით არის ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ შავი ქამარი. ბოლო ბრძოლაში მოუგო მუსასას და ხო, ავაცოთართან ზილობს რა ბრძოლა წაართვეს მუსასასთან, მაგრამ მგონია რომ გაიმარჯვებს კოლბი თიქნესი. მგონია რა სუსუ ცოტა არის უკეთესი რა. მგონია რომ პარტერში უკეთესია და ახლო ბრძოლა არის. არ ღირს თუ ვინც ბეთაობთ, მე კოლბი თიქნეს ვერ გავრისკავდი, თუმცა მგონია რომ გაიმარჯვებს. შემდეგი ბრძოლა არის გერალდ მერშატი იაკობ მალკონი. მალკონმა ეხა pay-per-view card-ზე ტორეს ფინიშ ნულიანი იმსხვერპლა, იქ ტორეს ფილმა ACL-ი გაიწვიტა და რა კარგი ულბეგი გადახედეთ მაგ ბრძოლას, რამდენად ძლიერი ტრავმა მიიღო და რამდენად ძლიერი ტრავმიდან დაბრუნდა. ой, სანამ გადავალ ამ ფიქსზე, დაალაიქეთ ვიდეო, ავწდეთ 80 ლაიქს, რომ მოტივაცია მომეცეს და ჩავწერო ხოლმე ესეთი ფიქები. გამომწერეთ, არხე თქვენი რა მიდის 1000 ნახვაზე ადის ხოლმე ვიდეოები და აქედან 90% არ ალაიქებთ ვიდეოს და რატო? ხო, ამ ბრძოლას მგონია რომ იაკობ მალკონი გაიმარჯვებს. გერალდ მერშატის ერთადერთი შანსი არის რომ რაღაც გრეპლინგის გაცვლებში რაღაც გაუვარდეს და შემთხვევით სამკუთხედი შეკრას, მხრის სამკუთხედი და რაც მგონია რომ არ გამოუვა მალკონთან. კარგი სტრაიკერი არის, კარგი ორიანები აქვს. ამ მერშატს ძალიან აქვს გამძლეობა დაკარგული ამტანობა და არ ვიცი, რავი, ალბათ გერალდ მერშატი შეიძლება ბოლოს წინა ბრძოლა იყოს, შეიძლება ბოლო ბრძოლა იყოს და როსტერებიდან ამოაგდონ. მგონია იაკობ მალკონის გამარჯვება. შემდეგი ბრძოლა არის ჯუნიორ ტაფას და კევინ ქრისტიანის ბრძოლა, ბილი ელეკანას მოსწავლეები. ელეკანა როგორ მომწონს ვერ წარმოვიდგეთ, ივო ბარნაბიევსკთან უნდა გავწურო. ხო, ელეკანა მომწერა რომ ქართველები ძალიან მაგრამ მიყვარხართო და მე მაგ ტიპთან მაგ აი ურთიერთობა და ხო. კაი, დაუბრუნდეთ ბრძოლას. ჯუნიორ ტაფა, კევინ ქრისტიანი. მგონია რომ გაიმარჯვებს ტაფა და დიდ 2026 წელს ვეწურავ ჯუნიორ ტაფას. ეს კევინ ქრისტიანი რავი, რა გითხრათ, აბა, კონტერების სერიაზე რაღაც მოიგო ტრაინგლ ჩოუკით, ბილი ელეკანა მძიმე ნოკნაუთში შაგდო და იქ და რენეკ ჩოუკი შეუკრა და რეფერი სად უყურებდა, ტიპი თაფავდა და სახეში უყურებდა და ბრუტალურად დააცინა და მგონია რომ ტაფა გაიმარჯვებს და თავის კიკბოქსინგის ხარჯზე ძალიან კარგი ჰიტებია, რაც არ უნდა ცუდი მებრძოლი იყოს. პირველ რაუნდში წებს ხოლმე ძალიან კარგად და ჩემი აზრით ამ პირველ ან მეორე რაუნდში აქ უპირატესობა რა და იქნებ რამე მძიმე დარტყმაზე დაიჭიროს და გათიშოს რა. თორე თავის ეს ორი ძმები არიან ჩვეულებრივი გარბეიჯები რა და კევინ ქრისტიანი თუ აჭიდავდა როგორც ელეკანა აჭიდავდა რა. ჩემი აზრით მეორე და მესამე რაუნდში უპირატესობა ექნება, მაგრამ არ ვფიქრობ რომ მანამდე მივა, ან თუ მივა შეიძლება ისე იყოს დაზიანებული რომ არც კევის გქონდეს ჭიდაობის თავი. და დისიჟენამდე 29-28 სპლიტ დისიჟენი გაიმარჯვებს გონია ჯუნიორ ტაფა, თუმცა შეიძლება ვწდებოდე. შემდეგი ბრძოლა არის ქაუ როუსტონი რობერტ პოლონელების გვარი როგორ წარმოვთქვა არ ვიცი. ქაუ როუსტონი მოდის კარგად, ტორეს ფინთან წააგო ერთხელ კონტერების სერიაზე, მაგრამ ის მერე დაბრუნდა. ბოლო ბრძოლაში მოუგო კოდი ბრანდაში და კოდი ბრანდაში როგორ მომწონს ვერ წარმოვიდგეთ, ერთ-ერთი underrated-ია ტიპი ყოველ თვე ბრძოლობს. CTA-ის აიკიდებს მალე მჯერა და ხო, კაი მებრძოლი არის. თან დიდი არის მიდლვეითისთვის, თუმცა ერთი ჯუდითვისება აქვს, რომ დარტყმებს იღებს. კოდი ბრანდაში რამდენად პატარა იყო მასთან შედარებით, მაგრამ დისტანციას მარტივად უხურავდა და მარტივად უტარებდა ხოლმე მძიმე დარტყმებს და თუმცა კაი მებრძოლი არის, ხედავ რომ მიდლვეითში რაღაც შეუულია, ტოპ 15-ში ჯერჯერობით არ შეუულია, მაგრამ ვფიქრობ რომ შევა. ასევე პეტროსკითანაც კაი ბრძოლა ჩაატარა და მძიმე დამტყმელიც არის რა. გრეპლინგიც ასე თუ ისე შეუულია და
ხო, მგონია რომ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში რა. თან იხორ პოტიერას და ფრაუჩეკს არ პატიო პოლონელს და მგონია რომ ქონ როუსტონი გაიმარჯვებს. გადავიდეთ მეინ ქარტზე, შემდეგი ბრძოლა არის ბამბამ ტაიტუივასა ლოუნ სუზერლენდი. ამ ბრძოლაზე რომელი დავპიკო არ ვიცი, იმიტომ რომ ტაიტუივას თავის კარიერის ყველაზე ცუდ ეტაპზე არის, აი ტიპს განთან ბრძოლის მერე როგორ გაუფუჭდა კარიერა და როგორ ამოუტრიალდა, რომ ზედიზედ ვისაც არ დაეზარა, ყველა მოუგო რა. მაგრამ მეორე სუზერლენდის არ ყავდეს ახლა რაღაცა სწავლი ტიპი, ტიპს როგორ შეეტყო UFC-ში გადმოსვლის მერე ტიპი არაფერი არ გახდა რა, სტეროიდებზე იყო დარწმუნებული ვარ მანამდე. ეს სუზერლენდი რავი, ჯერ ვოლტერ ვოლკერმა ჰილჰუგზე გაჭიმა, მერე ბრანდო პერიჩმა პირველ რაუნდში დააფინიშა garbage trash-ი. ეგ გიფი YouTube-ზე რო გიფის ფუნქცია გქონდეს, მაგ გიფს გამოვიყენებდი ამ ბრძოლაზე და რავი, ალბათ ტუივასას დავპიკავ რა. ბოლო ბრძოლა ტალისონ ტეიშეირასთან 29-28 დამთავრდა. აი, ტიპებს სული გაძვრათ, ისეთი ბრძოლა იყო რა. მოკვდნენ, ისე დაიღალენ და ეს ბრძოლაც მგონია რომ ეგეთი სცენარიც წავა. არ გამოურცხა რომ ეს ბრძოლა დისცჟენამდე მივიდეს. რა მიუხედავად იმისა, რომ სუზერლენდის ბრძოლები ან პირველ რაუნდში სრულდება, ან მეორე რაუნდში მას აფინიშებენ და ხო? მგონია რომ გაიმარჯვებს, აი ცოტა ტუივასასკენ ვიხრები, მაგრამ ბეტინგის კუთხით არც ერთის აღებას არ გიცევთ კატეგორიულად. ალბათ ტუივასა უნდა დაბრუნდეს, ხო? რავი, ეს სუზერლენდის რაც ვნახე, აი არაფერი ტიპი არ არის რა. ტუივასა კიდე მაინც რაღაც არის, იქნებ მძიმე დარტყმები გაუტაროს და ეხა ტუივასამ ტეიშეირასთან ჭირაობის გამო წააგო თორე დგომში ჯობნიდა, რაც სასახად უკეთესი იყო, რასაც უყურებდი. მესამე რაუნდში ცოტა კარდიო 10% რო შემორჩენილი ქონოდა, იქ ტალისონის დაფინიშება შეელოდა, ხო? მგონია ბამ ტაიტუივასა, თუმცა საფრთხო ფიქია. ანდერდოგი არის, გონი ტუივას ანდერდოგია UFC-ზე ესე წერია და ხო, მაშინ მეორე ანდერდოგი. შამილ მილდილ გაზიევი ბრანდო პერიჩი. აი ხო TikTok-ზე რო დავდე შამილ გაზიევზე ვიდეო. ვით სერიოზულად მიიღო ეგ ვიდეო და ვინც კომენტარებში გამოხდა, კარგი იქნება რომ ეგეთ ტიპებს TikTok-ის სკროლობა და კონკრეტულად კომენტარების წერა აიკრძალოთ რა. აკაუნტი გაუქმდეთ და რეგისტრაცია აღარ გაიარო. აი რამდენი casual გამომიხდა მაგ ვიდეოში. კი, ვფიქრობ ბრანდო პერიჩის გამარჯვებას, თუმცა ხო, შამილ გაზიევისკენ რა. ეს ბრანდო პერიჩი, აი რაღაც უცნაური მებრძოლი არის, მომწონს რა. შემტევითი სტრაიკინგი აქვს, ძალიან აგრესიული სტრაიკინგი აქვს რა. პირველ რაუნდში კარგად იწყებს ხოლმე და პირველ რაუნდში აფინიშებს ხოლმე. ერთადერთი წაგება აქვს, ისიც საბმიშენით. დებიუტი მოიგო ფინიშით და სუზერლენდი დააფინიშა პირველ რაუნდში და კარგი მებრძოლი არის, თუმცა რამდენად გასაკვირადად არ უნდა ჟღერდეს, არ მგონია რომ შამილ ბლუბ გაზიევი ზედიზედ დაფინიშდეს ესე პირველ რაუნდში რა. და თუ გადაიტანა გაზიევმა პერიჩის პირველი რაუნდი, შეიძლება ვიხილოთ ტაიტუივასას და ტალისო ტეიშეირას მსგავსი სცენარი, ორივე დაქანცული მივიდეს დისცჟენამდე რა. ან პერიჩმა შეიძლება ძალიან დაზიანებულზე შამილს რამე საბმიშენიც გაუჭიოს. ერლექი ჩოუქშან, ხო, ხოჭი დაზიანებულზე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დასაბმითეს და ვფიქრობ ბრანდო პერიჩის, თუმცა ხო, აი მეთოდში ნოკაუტს მე ძალიან ვერ გავწურავ ამ ბრძოლაში. თორე შეიძლება დააფინიშოს კი არ გამოურცხავ მაგ ვარიანტსაც. მაგრამ ძალიან გამიხარდება შამილ დილგაზიევმა რო გაიმარჯვოს. შემდეგი ბრძოლა არის მარვან რაჰიკი, ოლი შმიდი. ეს მარვან რაჰიკი რა უცნაური მებრძოლია და ისეთი უცნაური ყვა აქვს ტიპი ყოველ ჯებზე თუ ოვერჰენდზე თუ ჰუქზე თავს ისახრეს გეგონება ეხლა გაითიშება გეგონება ეხლაო კონტერების სერიაზე ტიპი ისეთი ნოკაუტს ვერ დაუძახებ, ისეთი ნოკაუტები და დაბრუნდა რომ მის ყბას მე ვერ ვენდობი რა. კი ვფიქრავ რაჰიკს, თუმცა ბეტინგ კუთხით არ გირჩევთ რაჰიკის დაფიქვა, იმიტომ რომ მაგის ყვა ოდესმე შეიძლება უღალატოს რა. თორე კარგი სტრაიკერია, კაცო, კაი ფეთქებადი ძალა აქვს, სისწრაფეც კაი აქვს. ჰარდვიკთან ბოლო ბრძოლა პირველი რაუნდი წააგო, მეორე რაუნდი მოუგო, ტიპს რა ყბა ისე დღეში ჩამართა რომ დღემდე ეხა თავისი გუნდელი ბრძოლობდა იქ რა ქვია Cage Warriors-ში რა და ტიპს ყბაზე დღემდე ბრეკეტები უკეთია და ვერც ლაპარაკობს ეს სიერად და მგონია რომ გაიმარჯვებს რაჰიკი რა, კარგი takedown defense-ი აქვს და ვფიქრობ რომ გამარჯვება შეძლებს. თუმცა ვერ ვენდობ იმას. სტივერცეგი ტიმელიოტი მგონია რომ გაიმარჯვებს სტივერცეგი, ჩემი აზრით უნდა დასრულდეს რა ამ ტიმელიოტის დიდი ანდერდოგობიდან კამბექები რა. აღარ მგონია ესეთი ანდერდოგობიდან გამარჯვება შელოს რა. ერცეგი მართლა კარგი მოკრივი არის. ოდიოს ფურთან არ მომეწონა ბოლო ბრძოლაში კი ძალიან ახლო ბრძოლა ჩაატარა, თუმცა
უნდა გავითვალისწინოთ, რომ მორენოსთან ძალიან ახლო ბრძოლა ჩაატარა და კაიკარა ფრანსმა კი მძიმე დარტყმაზე დაიჭირა და პანტოჟესთანაც ძალიან ახლო ბრძოლა ჩაატარა და ჩემი აზრით ელიოტს დგომში ცალსახა ჯობია და ვფიქრობ, რომ უნდა შეძლოს ელიოტისგან თავდაცვა ტეიქდაუნების რა. ნია სტივერტსის გამარჯვება უფრო დისიჟენით. ხუან TKO-ან დისიჟენი. შემდეგი ბრძოლა არის ბენელი დარიუში ხუან სალკილდი. სალკილს მე იცის როდი დამწურავ. მგონი საქართველოში ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვარ, ვინც სალკილს წურავს რა. აშმუსთანაც ვპიკავდი, ნასირთანაც ვპიკავდი, მგონი აშმუსთან ანდერდოგი იყო და ნასირთანაც ანდერდოგი იყო. რავი, ნასირთან მახსოვს რომ ერთი პერიოდი ანდერდოგი იყო. კარგი მებრძოლი არის, უნივერსალი არის, ტიპს კონტერების სერიაზეც რა კარგ ტიპს შეხვდა, გაუგეიანს რა. აი, ხომოდიან ისეთი ტიპები, რომ მაქსიმალურად UFC-ს ცდილობს ხოლმე, რომ რაღაც ბულკი ტიპები შეახვედროს, რომ ნელ-ნელა ჰაიპი აიხვეჭონ, გამოცდილება და მე რაღაც შემოსავლის წყარო გახდეს UFC-სთვის ეგ მებრძოლი, მაგრამ სალკილდი არ ყოფილა ეგეთი მებრძოლი. კონტერების სერიაზი გაუგეიანგი, ძალიან მაგარი მებრძოლი, აშმუსი, ძალიან კარგი მებრძოლი. ნასრიტი ასევე ძალიან კარგი მებრძოლი და ჩემი აზრით ტოპ 15-თან ერთ-ერთი ყველაზე ახლო მებრძოლი. მულარკიც არ არის მაინც და მაინც ცუდი მებრძოლი. ხო, მგონია რომ დაამარცხეს ბენეილს, თუმცა აი მეთოდი ცოტა ისეთი რაღაც არის, ვიცი ხო ბენეილის წყმა საშინელ მდგომარეობაში არის რა. თუმცა ხო, ეხავე ვიტყვი რომ ჩემი აზრით სალკილდი თუ ვერ გათიშავს ბენეილს, შეიძლება წააგოს რა, იმიტომ რომ ბენეილი თუ არ ეთიშება, მაგას ვერ მოუგებ. ერთ-ერთი მაგალითი არის რენატო მოიკანო გინდ. ხო, მგონია ხუან სალკილდის გამარჯვება დასამიტება არ მგონია რომ შეძლოს. ბენელი დარიუში არის ელიტარული გრეპლერი. ბოლო-ბოლო ოლივეირამ გაბრუებულს და წელიც კი ვერ აუღო რა, კარგი როლინგი გააკეთა რომ ნახოთ იქ. ხო, ძალიან კარგი გრეპლერია და რავი, გაბრუებულზეც კი კარგად შეუულია თავდაცვა და კარგი იყოს მოდი სალკილდის ნოკაუტი რა. ნოკაუტიან დისიჟენი იყოს. და შემდეგი ბრძოლა არის ჯეკ დელა მადალენა კარლოს პრატესი. სანამ ამ ბრძოლის ფიქსზე გადავალ და სანამ ჩემ ერთ-ერთ საყვარელ მებრძოლს გავწირავ, ინსტაგრამზე დამამატეთ, გვაქვს ჩატი, სადაც ერთად განვიხილავთ და ერთად უყურებთ ხოლმე ივენთებს. ხო, ვინც დამამატებთ ინსტაგრამზე და გამატებთ იქ ჩატში. ჯეკ დელა მადალენა როგორ მიყვარს ეგ და DDP ერთ სიმაღლეზე მიყვარს. თან გავნან რაღაცით რა. ერთი აბელტერვეჩი, მეორე მიდლვეიჩი, ერთმა ხამზათან ძალიან წააგო, მეორე მისლამთან ძალიან წააგო, ხო? ეხლა ვპიკავ კარლოს პრატეს, თუმცა ხალხმა როგორც ჩამოწერა ჯეკ დელა მადალენა, სასწაულად ვეწინააღმდეგებ იმაგას და საერთოდ არ არის ჩამოსაწერი და რატო? მოდი ახლა ვიტყვი ჯეკ დელა მადალენას შანსებზე, სად აქვს შანსი და რატომ? პირველ რიგში, წააგო ისლამ მახაჩევთან. ვინმე იმასთან კი არ წააგო, წააგო ფაუთ-ფორ-ფაუნდის პირველ ნომერთან. მოქმედი მებრძოლებიდან წააგო საუკეთესოსთან. კი, ფაუთ-ფორ-ფაუნდის პირველი ნომერი, როგორც წერია, ისე გეუბნებით მე. წააგო საუკეთესო UFC-ს მოქმედ მებრძოლებთან, ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლთან, კაი. როგორც წააგო, კი, წააგო. აგორავა იქ ისლამმა და 25 წუთი აბსოლუტური დომინაცია იყო, თუმცა მაგას რო კარგი თვალით შევხედოთ რა, გასაგებია გორაობა იყო, მაგრამ დამატებითი 25 წუთი გალიაში. ეს იქნებ კარგი გამოცდილებად მიიღოს ჯეკმა და უფრო ძლიერი დაბრუნდეს პრატესთან რა. იქნებ პრატესთან აჭირავდეს კიდევაც რა. ხო, მეორე უპირატესობა რაც არის რომ თავის სახლში იბრძვის და მგონია რომ თავის სახლში რაღაც უფრო დიდი სუპერძალებით გამოვა და უფრო მაქსიმუმს ჩადებს და მესამე რა ჯეკ დელა მადალენას გამარჯვების შანსი ჩემი აზრით არის ქაოსი ყველაფერი აურიოს და ბინძური MMA-ით ებრძოლოს კარლოს პრატეს რა თორე ესე რომ დგომში დაუდგეს და გაცვლებში აყვეს ჩემი აზრით სასახად წააგებს პრატესთან რა განა იმიტომ რომ პრატესი უკეთესი სტრაიკერი არა პრატეს ზუსტად ერთი ძლიერი ზუსტი დარტყმა ჭირდება იმისთვის რომ ჯეკ დელა მადალენა გათიშოს რა სტილისტიკურადაც ცუდი ბრძოლა არის მადალენაშვილის პრატესი წვდომიც დიდი აქვს სიმაღლითაც ფეის-ოფზე იქ ავსტრალიაში რომ დადგნენ აი ბავშვივიჩა და ჯეკ დელა მადალენა და ხო თან ჩვენ გვაქვს ჯეკ დელა მადალენას ბრძოლები ნანახი აი თუ რამე სცენარი შეგვიძლია ავიღოთ კევინ ჰოლანდი რა იმიტომ რომ კევინ ჰოლანდი აღნაგობით ძალიან ჰგავს კარლოს პრატესს და სტილისტიკურად ასე თუ ისე ჰგავს რა ეხლა არ ვადარებ რა თქმა უნდა ამ ორ მებრძოლს თუმცა ხო ყველაზე მეტად რომ მივამსგავსოთ კევინ ჰოლანდი ჯეკ დელა მადალენას ბრძოლა რომელთანაც ძალიან გაუჭირდა მადალენას ეგ ბრძოლა split decision-ით დასრულდა და მეორე და მესამე რაუნდში უკეთესი იყო ჰოლანდი რა შეიძლება ეგ ბრძოლა ქურდობათაც აღვიქვათ და არ ვიცი რა ახლა ბრძოლა არის
თუმცა ვფიქრობ, რომ პრატესი გაიმარჯვებს რა, თუმცა თან ერთი ცუდი თვისება აქვს ჯეკ დე ლა მადალენას, რომ ქროსის დროს ხშირად თავს მარჯვნივ წევს ხოლმე. ბელალ მუჰამედმა შეძლო ჰაიქიკის გატარება და პრატესთან შეიძლება სათანადოდ დაისაჯოს მაგის გამო რა, გადახაროს თავი და იქ მუხლიან რამე ჰაიქიკი გაუტაროს და ხო? ვფიქრობ კარლოს პრატეს, თუმცა ძალიან გამიხარდება თუ ჯეკ დე ლა მადალენა გაიმარჯვებს. მაქსიმალურად გულშემატკივრობ ჯეკ დე ლა მადალენას და თქვენ რას ფიქრობთ დაწერეთ კომენტარებში. მადლობა ვინც მისმინეთ, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო. შეიძლება რაღაც ბრძოლაზე კონკრეტულად რამე ფიქი შევცვალო, არ გამოურიცხო მაგასაც, ამიტომაც გამომიწერეთ Instagram-ზე, იქ ვდებ ხოლმე ბოლო საათებში ჩემ ფიქებს და გამომიწერეთ ნახვამდის დროებით.